პოლიტიკური მღელვარება სულ უფრო იზრდება ბრიუსელის 8 მოთხოვნის გარშემოც ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია იმ პუნქტებმა გამოიწვია, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას ეხება. ორივე კანონს თავის დროზე შიდა პოლიტიკურ წრეებში საკმაოდ მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მმართველი გუნდი რეკომენდაციას შანტაჟად და ულტიმატუმად აცხადებს და ბოლოს ამი წლის მოვლენების გათვალისწინებით ფიქრობს, რომ ევროკავშირი ვიზა ლიბერალიზაციას ხელისუფლებაზე ზეწოლის მორიგ ბერკეტად იყენებს. მითითებული კანონების გადახედვა კი მმართველი გუნდის დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. ევროკომისიიდან გამოგზავნილ წერილს ბოლო თვეებში მიღებული გადაწყვეტილებებისა და პროცესების ფონზე ლოგიკურად მიიჩნევს ოპოზიცია, რომელიც ბრიუსელის მოწოდებების არ გათვალისწინების შემთხვევაში 2017 წლის ისტორიული გადაწყვეტილების გადახედვას პროგნოზირებს. აქვს თუ არა უვიზო რეჟიმის პირობების დაკმაყოფილებასთან კავშირი იმ კანონებს, რომელთა გაუქმება ახლა ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. არაერთგვაროვანი პოზიციები მანანა დევაძე მოისმინა. რა კავშირშია ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი ვიზა ლიბერალიზაციასთან? ეს კითხვა პოლიტიკურ დღის წესრიგში ევროკომისიიდან საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გამოგზავნილი წერილის შემდეგ გააქტიურდა. ბრიუსელმა ოფიციალური თბილისი უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე ერთი კვირის წინ გააფრთხილა და 8 მოთხოვნის შესასრულებლად ვადა 31 აგვისტომდე მისცა. ევროკომისიის 8 რეკომენდაციიდან მეორე პუნქტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას ეხება. ეს მოთხოვნა მიუღებელია საპატრიარქოსთვის, რომელიც წერილობით განცხადებაში ამბობს, რომ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირება ქართული საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირის მხრიდან ბოლო დროს მიღებული კანონების გაუქმების მოთხოვნა გაუგებარია პარლამენტის თავმჯდომარისთვის და მედიას ურჩევს ამ საკითხზე ევროკავშირის ელჩის პოზიციით დაინტერესდეს. მმართველი გუნდი ევროკავშირის მხრიდან კანონების გაუქმების მოთხოვნას შანტაჟს და მანიპულაციას უწოდებს. თავარი კი ისაა, რომ ბრიუსელმა რატომღაც რეფერენდუმად გამოცხადებულ საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის მიერ ხმამიცემული და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად ყველა ტრადიციული რელიგიის მიერ მხარდაჭერილი კანონის სრული გაუქმება მოითხოვა. იმ კანონისა, რომელზეც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ერიც და ბერით შეთანხმებულია და რომელსაც უვიზო მიმოსვლასთან წესით არანაირი კავშირი არ აქვს. საბოლოო ჯამში ყველაფერი დავიდა 2-3 კანონთან. სწორედ ეს მიანიშნებს იმას, რომ ამ საკითხების გამოყენება ხდება პოლიტიკური შანტაჟისთვის, თორე სინამდვილეში ამ კანონებს აბსოლუტურად არანაირი კავშირი უვიზო სისტემის გამართულად ფუნქციონირებასთან არ აქვს. უვიზო რეჟიმს აქვს თავისი ფუნქციონირების ფუნდამენტი, რომელიც ეხება საზღვრების მართვას, ეხება უკანონო მიგრაციის მართვას, ეხება თავშესაფრის საკითხებს, დანაშაულთან ბრძოლას და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით საქართველოს დგას მყარად. რაც ქართული ოცნებისთვის შანტაჟია, რეალური საფრთხეა ოპოზიციისთვის. მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება რამდენიმე თვით გადავადდა და საბოლოოდ თუ ქართველი ხალხი ხელისუფლების უმოქმედობით ამ ისტორიულ მონაპოვარს დაკარგავს, პასუხისმგებლობა მხოლოდ ქართულ ოცნებას დაეკისრება. ამ ბანდის ამოცანა არის საქართველოს მოწყვიტოს როგორც პოლიტიკურად ჩვენს დასავლეთელ მეგობრებს ევროკავშირსა და ნატოს, ისე ფიზიკურადაც გაუქმდეს ვიზა ლიბერალიზაცია. თუ სანქციების დაწესება, სანქციები უნდა დაწესდეს მოღალატე ბიძინა ივანიშვილზე და მის მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის წევრებზე, მათი ოჯახის წევრებზე და არა რიგით ქართველებზე და რიგით ქართველებს იმედი გვაქვს შეუნარჩუნდებათ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა. დააჭრობს ოცნებამ საკუთარი ქვეყნით და ევროკავშირს ევაჭრება და ეუბნება, რომ მე ფინანსური სანქციები არ შემახო და თუ გინდა საქართველოს დასაჭე. რამდენიმე თვე მოხდა გადავადება უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ ოცნება ისე იქნევს ფეხს უფრო და უფრო ღრმად. შევყავართ ჭაობში. უვიზო მიმოსვლა დღეს არის საქართველოს მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ანტიევროპელი მთავრობა ყავს. ერთადერთი პოლიტიკურ სამართლებრივი ბმა ევროპასთან, ესეც თუ დავკარგეთ მეგობრებო, ეს არის საქართველოს სრული იზოლაცია.
ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მუქარა ევროკავშირის მხრიდან ორმაგი სტანდარტი და ოპოზიციის სასარგებლოდ პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობა. ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროკომისიის მოთხოვნებს და Deep State-ის გავლენაზე და მეორე ფრონტის საშიშროებაზე მიუთითებს, როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, მათთვის მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაა და ევროკავშირისგან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას ელოდებიან. ვიზა ლიბერალიზაცია ქართველმა ხალხმა და საქართველოს სახელმწიფომ მიიღო დამსახურებულად. არსად არ ეწერა იქ, რომ თუ გამჭვირვალობის კანონს მიიღებს ქვეყანა და ან თუ არასრულწლოვნებს დაიცავს და ტრადიციებს დაიცავს, ამ შემთხვევაში შეუჩერდება, არ დღეს არ წერია მსგავსი რამ, არსად არც ერთ ნორმატიულ აქტში ევროკავშირის. ეს არის შანტაჟის მექანიზმი. არ არსებობს კავშირი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასა და იმ კანონების გაუქმებას შორის, რომელსაც ევრობიუროკრატები გთხოვენ. ეს კავშირი მხოლოდ ჭირდებათ იმისთვის, რომ დააშანტაჟონ ქართველი ხალხი. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვიზა ლიბერალიზაცია გააუქმონ იმ თითიდან გამოწვეული დეზინფორმაციული ფეიქ ბრალდებებით, რომელსაც ისინი წარმოგვიდგენენ. თუ მოხდება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, აი ამ სრულიად უარგუმენტო ფონზე, ეს დაანგრეს თავად ევროკავშირის და ევროპის იდეას. ბოლო თემა, რაც დარჩათ ხელში, ეს არის უვიზოდ მიმოსვლის გაუქმების საკითხი და ამასაც იყენებენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველ რიგში ეს იქნება, რა თქმა უნდა, უსამართლო და ეს იქნება ქართველი ხალხის დასჯა. რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც შენ ამ სიკეთეს გართმევ, ხო? რატო უნდა გაუხარდეს ახლა ვიღაცას, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეუწყდეს, ხო? წარმოუდგენელია, ხო? არ არის ეს სასიამოვნო. თუმცა მეორე მხარეს არის ქვეყნის ინტერესები. არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და არის ქართველი ხალხის ინტერესები. ამ ეტაპზე ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის საქართველოს საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა. თუ რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის გუშინდელ სტატიას დავეყრდნობით, იტალიის ხელმძღვანელობით ევროკავშირის დაახლოებით 8 სახელმწიფო ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების წინააღმდეგია და ბრიუსელი დიდი ალბათობით ამ საკითხს 20 ოქტომბრამდე ვერ განიხილავს. საქართველოს წინააღმდეგ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების დროებითი მექანიზმის ამოქმედებას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.